განვაგრძოთ მატრიცების შესწავლა. განვიხილოთ მიკავშირებული მატრიცი. n-ი n-ზე მიკავშირებული მატრიცი A მატრიცისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად. აღინიშნება როგორც educate და ეს ნიშნავს C1 C2 1 C3 1 და ასე შემდეგ CN1 ასე შემდეგ C1 2 სვეტში მოყვება C1N სადაც ფაქტიურად A-ჟიური educate ეს მეორენაირი აღნიშვნა უდრის C-ჟიურს, სადაც C-ჟიური ეს არის I-ჟიური ამატრიცის I-ჟიური ელემენტის ალგებრული დამატება. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ თუ A-ჟიური გვაქვს, აქ კი C-ჟიური, ანუ სტრიქონებს და სვეტებს ეცვლება ადგილები. მაგალითად, ასეთი A მატრიცის შემთხვევაში გვექნება A-educate იქნება A1-1-ის ალგებრული დამატება 4-5-1-2 1-2-ის შემთხვევაში 0-7-1-2 და ასე შემდეგ მივიღებთ ასეთ მატრიცს. შესაბამისად გამოვთვლით ამ დეტერმინანტებს. მიკავშირებული მატრიცი აკმაყოფილებს თვისებებს. A-educate გამრავლებული A-ზე ეს არის A გამრავლებული A-educate და ეს არის A მატრიცის დეტერმინანტი გამრავლებული ერთეულოვან მატრიცზე. 3-3 მატრიცის შემთხვევაში მიკავშირებულის ნამრავლი A-ზე ეს არის შესაბამისად ჩავწეროთ განმარტების თანახმად მიკავშირებული მატრიცი და გადავამრავლოთ A მატრიცზე. ეს იქნება თითოეული კომპონენტები გადავამრავლოთ და მივიღებთ ასეთ მატრიცებისგან შემდგარ დეტერმინანტებისგან შემდგარ მატრიცს. სადაც გამოგვივა, რომ დიაგონალზე გვიზის A მატრიცის დეტერმინანტები, ხოლო დანარჩენები არის ნულები. ფაქტიურად ეს არის A მატრიცის დეტერმინანტი გამრავლებული ერთეულოვან მატრიცზე. ახლა შებრუნებული მატრიცი. n-ი n-ზე A მატრიცის შებრუნებული მატრიცი განისაზღვრება შემდეგნაირად. ეს არის აღინიშნება A-1 და ეს არის ერთი შეფარდებული A მატრიცის დეტერმინანტთან გამრავლებული A მატრიცის მიკავშირებულ მატრიცზე. შებრუნებული მატრიცი აკმაყოფილებს პირობებს. A-1-ის ნამრავლი A-ზე ეს არის A-ს ნამრავლი A-1-ზე და ეს არის ერთეულოვანი მატრიცის ტოლი. შებრუნებული მატრიცის თვისებები. A-1 ეს არის იგივე AB-1 ეს არის B-1 გამრავლებული A-1-ზე. გადაგვარებული, ანუ სინგულარული მატრიცი. A1, A2, ასე შემდეგ n-ი n-ზე მატრიცი, სადაც A1, ასე შემდეგ AN წრფივად დამოკიდებული ვექტორებია, ეწოდება სინგულარული, ანუ გადაგვარებული მატრიცი. A მატრიცი ეწოდება გადაუგვარებელი, თუ მისი დეტერმინანტი არ არის ნულის ტოლი, ხოლო A-ს ეწოდება გადაგვარებული, თუ დეტერმინანტი ნულის ტოლია. თეორემა იმისათვის, რომ n-ური რიგის A მატრიცი იყოს შებრუნებადი, აუცილებელი და საკმარისია, რომ ის იყოს გადაუგვარებელი. ანუ დეტერმინანტი არ უნდა იყოს ნულის ტოლი.
თქვათ გამოვთვალოთ აი ამ მატრიცისთვის შებრუნებული მატრიცი. პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ მიკავშირებული მატრიცი. ეს იქნება აი ესეთი კომპონენტებისგან, დეტერმინანტებისგან შემდგარი მატრიცი და რომ გამოვთვლით თითოეულ დეტერმინანტს, მივიღებთ აი ასეთი სახის მატრიცი. და ეხლა უნდა გამოვთვალოთ დეტერმინანტი. ამ მატრიცის დეტერმინანტი იქნება პირველ დიაგონალს, ამრავს ამ დიაგონალის ელემენტების პლუს მინუს 5 1 მინუს 2-ზე პლუს აი ეს სამკუთხედი პლუს 2 2 3-ზე აი ესეთი სამკუთხედი მინუს 3 3 1-ზე აი სამკუთხედი მინუს 2 მინუს 5 5 ეს სამკუთხედი და მინუს 2 0 მინუს 2 ეს სამკუთხედი იქნება 63. საბოლოოდ კი გამოვთვალოთ შებრუნებული მატრიცი, ანუ ეს რა არის? ერთი შეფარდებული დეტერმინანტთან, ანუ 63-თან და მიკავშირებული მატრიცი, ანუ თითოეული ელემენტი ამ მატრიცისა უნდა გაიყოს დეტერმინანტზე. ახლა გადავიდეთ საკუთარ რიცხვებსა და ვექტორებზე. თუ A მატრიცი აკმაყოფილებს განტოლებას AX-ი უდრის alpha x, რაიმე x ნულისგან განსხვავებული და ნულისგან განსხვავებულისთვის, მაშინ alpha-ს ვუწოდებთ საკუთარ რიცხვს, ხოლო x შესაბამის საკუთარ ვექტორს. ახლა როგორ ვიპოვოთ საკუთარი რიცხვები და ვექტორები? ჯერ საკუთარი რიცხვები. განვიხილოთ ეს განტოლება x-ი უდრის alpha x, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ გადმოვიტანთ მარცხენა მხარეს a-ს მინუს alpha i, x გავიტანთ ჩხილებს გარეთ, ეს იქნება ნულის ტოლი. შესაბამისად, აი ამ დეტერმინანტს ამოვხსნით, x-ი თუ არ არის ნულის ტოლი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დეტერმინანტი უნდა იყოს ნულის ტოლი. ხოლო ამ განტოლების ამოხსნით მივიღებთ საკუთარ რიცხვებს alpha-ს. ხოლო შემდეგ საკუთარი ვექტორების გამოთვლა როგორ ხდება? ჩავსვავთ alpha-ს, a-alpha i, ეს იქნება b1 b2 ასე შემდეგ bn საკუთარი ვექტორი. მოვძებნით რაიმე არატრივიალურ წრფივ კომბინაციას c1 b1 + c2 b2 ასე შემდეგ cn bn უდრიდეს 0-ს. მაშინ x-ი უდრის c1 c2 ასე შემდეგ cn ელემენტისგან შემდგარ ვექტორს ეწოდება alpha საკუთარი რიცხვის შესაბამისი საკუთარი ვექტორი. შევნიშნოთ, რომ თითოეული alpha-სთვის x-ი არ არის ერთადერთი, ხანდახან ერთი საკუთარი რიცხვისთვის შეიძლება მოვძებნოთ რამოდენიმე წრფივად დამოუკიდებელი ვექტორი. თქვათ გამოვთვალოთ საკუთარი რიცხვები და ვექტორები აი ასეთი მატრიცისთვის 2-2-ზე. შესაბამისად გამოვთვალოთ a-alpha i, ეს იქნება, ანუ დიაგონალურ ელემენტებს აკლდება alpha და გვექნება 1 - alpha 2 - alpha-ზე ნამრავლი. ამგვარად აი ამ დეტერმინანტის ნულთან ტოლობა გვაძლევს ამონახს, რომ alpha უდრის 1-ს და 2-ს. ეხლა ჩავსვათ ჯერ ერთის შემთხვევაში. ეს იქნება 0 0 1 1, ამგვარად x-ი უდრის 1 0-ს იქნება საკუთარი ვექტორი alpha უდრის 1-ისთვის. ეხლა a-2i, ეს იქნება -1 0 1 0, ამგვარად x-ი უდრის 1 1-ს იქნება საკუთარი ვექტორი alpha უდრის 2-ისთვის. ანუ აი აქედან გამომდინარე, რომ ასეთი წრფივი კომბინაცია უნდა მოვძებნოთ. და სწორედ ჩვენ შემთხვევაში ვიპოვეთ alpha უდრის 1-ის შემთხვევაში 1 0, ხოლო
ალფა უდრის 2 შემთხვევაში 1 1. გამთვალეთ საკუთარი რიცხვები და ვექტორები შემდეგი მატრიცისთვის. ეს იქნება დიაგონალს გამოაკლდება ალფა და გვექნება დეტერმინანტი 1 - ალფას კვადრატი. დეტერმინანტის ნულთან ტოლობა შესაბამისად ნიშნავს, რომ ალფა უდრის 1-ს. ჩავსვათ, მივიღებთ 0 2 0 0-ს, ამგვარად 1 0 იქნება საკუთარი ვექტორი ალფა უდრის 1-ისთვის. და გადავიდეთ დიაგონალიზაციაზე. n-ზე მატრიცის დიაგონალიზაცია ნიშნავს მოვძებნოთ ისეთი არასინგულარული მატრიცი P, რომ P-1a P-ს ნამრავლი იყოს დიაგონალური მატრიცი. განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც n-ზე მატრიცს აქვს n განსხვავებული წრფივად დამოუკიდებელი საკუთარი ვექტორი x1 ასე შემდეგ x-ი. თუ ჩვენ განვიხილავთ P-ს, რომელიც არის x1, x2 ასე შემდეგ x-ი, მაშინ არ შეგვიძლია დავიყვანოთ დიაგონალურ სახეზე შემდეგნაირად P-1-ს ვამრავლებთ a-ზე და შემდეგ ვამრავლებთ P-ზე. შესაბამისად დიაგონალზე გვექნება α1, α2 ასე შემდეგ α1, ხოლო დანარჩენი იქნება ნულები. სადაც α1 ასე შემდეგ α1-ის შესაბამისი საკუთარი რიცხვებია. მართლაც P-1 ეს უდრის P-1 x1 x2 ასე შემდეგ x-ზე ეს უდრის P-1 x1 P-1 x2 ასე შემდეგ P-1 x-ი. მეორეს მხრივ P-1 P-ზე ეს არის ერთეულოვანი მატრიცი. თუ შევადარებთ 4-1 და 4-2-ს, მივიღებთ P-1 x იურზე უდრის y იურს. ხოლო y იური არის 0, ასე შემდეგ 0, 1 იური კომპონენტის ადგილას 1, ხოლო დანარჩენი ნულებია. ამგვარად P-1a P გამოითვლება შემდეგნაირად P-1a და P-ს მაგივრად ჩავსვით. ხოლო ეს იქნება P-1 α1 x1 α2 x2 ასე შემდეგ α-n x-ი და αλφα ეს იქნება α1 P-1 x1 α2 P-1 x2 ასე შემდეგ α-n P-1 x-ი და ეს იქნება α1 y1 α2 y2 ასე შემდეგ α-n y-ი. ხოლო ეს არის დიაგონალურ ელემენტებზე დაგვიჯდება α1 α2 ასე შემდეგ α-ი, ხოლო დანარჩენი ნულები იქნება. ანუ დავიყვანეთ დიაგონალურ სახეზე. განვიხილოთ მაგალითები. ვთქვათ, მოცემული გვაქვს ესეთი მატრიცი, მისი საკუთარი რიცხვებია 1 2 და -1, ხოლო 2 1 1 1 -1 1 1 0 1 შესაბამისი საკუთარი ვექტორები. მაშინ P-1a P-ზე ეს იქნება ასეთი სახის მატრიცი. სადაც P არის 2 1 1 1 -1 0 1 1 1. ანუ საკუთარი ვექტორებისგან შემდგარი მატრიცი. მეორე მაგალითი მოცემული გვაქვს მატრიცი ასეთი სახის, რომლის საკუთარი რიცხვებია 2 2 1, ხოლო ასეთია შესაბამისი საკუთარი ვექტორები. ანალოგიურად P-1a P იქნება 2 2 1, ხოლო P მატრიცი იქნება საკუთარი ვექტორებისგან შემდგარი მატრიცი.